კი ნახავს ყველა ბრაულერის სახე Brawl Stars-ში? თუ არა, მაშინ ჩემ არ ჩაუჯექი, რადგან უკვე 20 ბრაულერის სახე მე გამოაშკარავე. რადგან წინა ვიდეომა ძალიან ბევრი ნახვა და ლაიქები მოაგროვა და მოგეწონათ, გადავწყვიტე საბოლოოდ ეს თემა დავხურო და ყველა ბრაულერის სახე რაც დამჩა განახოთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ სარისხლა კი, რათა არ გამოტოვოთ ესეთი უმაგრესი ვიდეოები. ჩვენ კი დავიწყოთ. როგორც წინა ვიდეოში განვიხილეთ, ბონი და ჯანეტის დუეტი ისე არსებობენ ტრიოები, მაგალითად ეს არის Snowtail ტრიო. მათგან ლუ ყველაზე მარტივია, რადგან მისი ქუდის ქვეშ თმა კი არა, უბრალოდ ყინულია. და ჩვენ ამით შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ის ან ნაყინის მანქანაა, ან თვითონ უბრალოდ ყინულია. ჩვენი გეილიც ძალიან ბევრს მალავს. ის მისი საბაზისო ანიმაციის დროს გვაჩვენებს მის თეთრ თმას სამთვის ქუდის ქვეშ, რაც ალბათ თოვლის ბაბუასაც კი მოგვაგონებდა. რაც შეეხება ჩვენ მისტერ პის, იგივე ამოუცნობი ობიექტი. ბევრი თეორია არსებობს მასზე, მაგრამ ის თუ როგორ გამოიყურება იგი კოსტიუმის შიგნით, ჯერ არაფერი დაზუსტებულა. მაგრამ არსებობს ვერსიები რობოტის, ადამიანის, ჯინის, მეგობრებო. ამიტომ რას ვფიქრობთ, დაწერეთ კომენტარებში, რომელია თქვენი აზრით რეალობასთან ახლოს. მაგრამ რაც უკვე ჩვენ დაზუსტებით ვიცით, ეს არის ბიას სახე. კი, თავიდან ბი ცდილობდა თმა დაემალა ზღვის სანაპიროზეც კი. ახლა კი უკვე ორჯერ ნახეთ, რომ ასე არ არის. ერთხელ წითელ ქუდას პაროდიაში, სადაც ენვილად თამაშობს ბის როლს, ხოლო მეორე შემთხვევა იყო ჭიანჭველა კაცის და კრაზანის პაროდიაში, სადაც აშკარად ჩანს მისი სრული თმა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ჩესტერიც მალავს რაღაცას. იგი არასდროს გამოჩენილა თავისი ცნობილი ქუდის გარეშე. კი, ნაწილობრივ. Candyland-ის ანიმაციაში არის მომენტი, სადაც ის მენდის აწვალებს. მენდი ესვრის მას თავდასხმას, მის ტყვიებს, ხოლო ის ცდილობს აერიდოს. ამ დროს მისი ქუდი რამდენიმე კადრით ჩამორჩება და მოკლედ აჩვენებს მის ვარდისფერ მოკლე თმას. იმ რამდენიმე კადრის გარდა ის არასდროს გამოჩენილა მისი ქუდის გარეშე. სამწუხაროდ 35 მიღმიან ბრაულერ შორის ისევ არის 10, ვისის სახეც სრულიად საიდუმლოა ჩვენთვის, მაგრამ მე თქვენთვის ექსკლუზიურად ამოვიძიე ინფორმაციები სხვა ბრაულერების შესახებ, რომლებიც ჯერ არასდროს გინახავთ და არასდროს გამოჩენილა. ამიტომ გავაგრძელოთ. და მივადექით გრიფს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მასზე ბევრი სახალისო თეორია არსებობს. მაგალითად, რომ გრიფი არც რაიმე მექანიკური ბრაულერია და არც მანქანა, ის სინამდვილეში ადამიანია და კი ეს სასაცილო თეორია ნახდად არის რეალობა. მისზე კი ერთთან ჩანს კანის ნაწილი და ხელთათმანიდან ჩანს ადამიანის თითი. მაშ როგორ შეიძლება გრიფი გამოიყურებოდეს, გაუჩნდება ბევრს კითხვა. Reddit-ზე ერთმა მომხმარებელმა ეს საკითხი უკვე გადაჭრა და გაამჟღავნა მისი საქმე. მე ყოველთვის მეგონა, რომ ეს ძალიან დაწყევლილი გამოსახულებაა. არ ვიცი ეს ხელოვნების ბრალია თუ უბრალოდ გრიფის იერი, მაგრამ აქ არის გრიფის ვერსია, რომელიც შეიძლება გამოიყურებოდეს. გონია ეს ლოგიკურია. ვიტყოდი, რომ მას ქერათმა მოუხდებოდა. თქვენ რას ფიქრობთ? მოდი ახლა ვისაუბროთ ჩვენ ეშზე. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ გამოიყურება ეში იმ ნაგვის ყუთის ქვეშ. უამრავი სპეკულაციაა, რომ ეში ალბათ ადამიანიც კი არის. მაგრამ შეიძლება დრაკონი ან სხვა სახეობის ბრაულერი, რადგან მას ლურჯი ხელი აქვს. კარგით, მაგრამ არსებობს გამოსახულება თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეში. და ეს მეჩვენება იდეალურად. ეში რეალურად ნაგვის ტომარა სახით, ნაგავია სახეზე. ფიქრობ ეს ძალიან მაგარია. თამაშში უკვე საკმარისი ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსი ბრაულერები გვყავს, რომლებიც ადამიანები აღმოჩნდნენ, მაგალითად გრიფი. მოდით ცოტა ველური და საინტერესო პერსონაჟებიც გქონდეს. რას ფიქრობთ თქვენ, დაწერეთ კომენტარებში. და ბოლოს გადავიდეთ ჩვენ შემდეგ პერსონაჟზე, ბაზზე. მისი ბევრი სკინი და ანიმაციებიდან შეგვიძლია დავინახოთ, როგორ აქვს მას თვალები. ზოგჯერ როდესაც ის თავდასხმას ახორციელებს, მისი სათვალე უდრავს ზევით იწევა და ხედავ ჩავ თვალებს. დიახ. ეს არის ჩემი ემოპოვებული მისი ნამდვილი სახე. რაც უნდა უცნაური იყოს, ეს ბაზია. ვიდეო დასასრულს მივახლოვდა, დიდ მადლობას გიხდით თითოეულს რომ მიყურეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ სარისხლა კი, ეს ჩემთვის ნამდვილად мотиваციაა, რათა შევქმნა ახალი ვიდეოები. მადლობა ყველას და აბა ნახვამდის. ასევე არ გამოტოვოთ გათამაშებები და უყურეთ ჩემს ვიდეოებს.